საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე მისი წამყვანი გიორგი ლომიავი. ჩვენ როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ ყველა თემაზე, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო. ამიტომ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვათ თქვენი აზრები, თქვენი მოსაზრება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის თქვენი აზრი ყოველთვის საინტერესოა. იმათვის, ვინც რადიო მიმღებით გვისმენს, მე მინდა ვთქვა ჩვენი ტელეფონის ნომერი 032 23 88 და ვინც გვიყურებს კი ხედავს ტელეეკრანებზე ამ ტელეფონის ნომერს. სანამ თქვენ დარეკავთ და შეგიძლიათ უკვე დარეკოთ, მაგრამ სანამ დარეკავთ, მე მინდა შევეხო ერთ საგარეო პატარა საგარეო თემას. ეს ეხება ტრამპის განცხადებას. მან პრესის წინაშე თქვა ასეთი რამ, რომ ბუშმა დაკარგა საქართველო, ობამამ დაკარგა ყირიმი, ბაიდენმა დაკარგა ფაქტიურად ჩააბარა უკრაინა და მარტო ტრამპს არაფერი არ დაუკარგავს. ამ ნათქვამში თითქოს არაფერი ისეთი არ არის, თუ დავაკვირდებით და მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ხო, ეტაპობრივად მივხვდებით, ხო, ბუშის დროს 2008 წელს ბუში იყო პრეზიდენტი, როდესაც საქართველოში გაიმართა ომი და ჩვენი ტერიტორიები აღიარა რუსეთის ფედერაციამ. ყირიმი დაიკარგა 2014 წელს, როდესაც ობამა იყო პრეზიდენტი და უკრაინაში დაიწყო ომი და ფაქტიურად უკრაინა დაყოფილია უკვე დღეს. ეს ხდება ბაიდენის დროს. ეს ყველაფერი ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ რატო ამახვილებს ამაზე ყურადღებას ტრამპი? ტრამპს უნდა რომ უпроსტოდ ტრამპი პოზიციონირებს როგორც ადამიანი, რომლის დროსაც არაფერი არ იკარგება და ვერც ერთი ქვეყანა ვერ ართმევს რომელიმე სხვა ქვეყანას რაღაც ტერიტორიებს. ამ კუთხით პოზიციონირებს ტრამპი და თუ უფრო ჩაუღრმავდებით, კიდე უფრო სიღრმისეულად თუ განვიხილავთ მის ნათქვამს, მივხვდებით, რომ ტრამპი პირდაპირ გეუბნებათ, რომ მე არა ვარ ის კაცი, რომელმაც შეიძლება ვინმეს რამე დაუთმოს. აი მარტივად რომ ვთქვათ. ამიტომ ცოტა ესე ვთქვათ, ხანძლივი საუბარი მომიწია, მაგრამ საბოლოო ესე ვთქვათ, მისი სიტყვა იყო ასეთი, რომ მე არა ვარ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვინმეს რამე დაუთმო. ჩვენი ხელისუფლება ძალიან გახარებული იყო ტრამპის გამარჯვებით. ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს ესე ვთქვათ, აღებულ კურსის შენარჩუნებაში, რომელიც მათ აირჩიეს. მაგრამ თუ ჩვენ ეხლა ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ტრამპი პირდაპირ გეუბნებათ, რომ მე არაფერს არ დავუთმობ, ეს ხომ შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ამერიკამ ძალიან დიდი ფული დახარჯა საქართველოში, ძალიან დიდი ფული ჩადო, მოდით ასე ვთქვათ, საქართველოში და ვინაიდან ტრამპი წარმოადგენს ამერიკას და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს და არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ტრამპი კი პოზიციონირებს როგორც ინდივიდი, მაგრამ ის წარმოადგენს ამერიკას. ტრამპი არ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამერიკას რამეს დააკარგინებს და თუ კი 30 წლის განმავლობაში დასავლეთმა თანხებს დებდა საქართველოში, მე არ მგონია, რომ დღეს ტრამპმა დათმოს საქართველოს, დაუთმოს ვინმეს და თავის გავლენებზე, დასავლურ გავლენებზე უარი თქვას ჩვენს ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და აქ ჩემი აზრით გამოსავალი იქნებოდა ამ ყველაფრიდან ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რაღაც დიალოგზე წასვლა და ურთიერთობის, შეხების წერტილის მოძებნა.
და დღეს მე უსმენდი ხელისუფლების განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აკეთებდა, სხვა ლიდერები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ პირდაპირ ბრალს დებდნენ დასავლეთს, რომ ისინი დიპლომატიურ კორპუსს იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის და ჩვენ ვითომ არა ვართ ის ბიჭები, ვინც ვიღაცას დაემორჩილება და 12 წელიწადი მეგობრებო ემორჩილებოდით. აი პირდაპირ რომ ვთქვათ რა, როცა თქვენ გაწყობდათ, მაშინ საქართველოს არასოდეს არ აწყობდა ვინმეს დამორჩილების ქვეშ ყოფნა, მაგრამ თქვენ გაწყობდათ 12 წლის განმავლობაში. აძლიერებდით საკუთარ თავს ფინანსურადაც, პოლიტიკურადაც, ყველანაირად. დღეს დადგა დრო, როდესაც ეს აღარ არის თქვენთვის იმდენად პოპულარული და მნიშვნელოვანი. ამიტომ თქვენ გადახვედით სხვა რელსებზე და დღეს თქვენთვის პირიქით მათთან დაპირისპირება არის უფრო მისაღები. იმიტომ რომ დღეს თქვენ პოზიციონირებთ როგორც კონსერვატიული, როგორც ტრადიციული ეროვნული ძალა. კარგით, მე არ ვეხები, საერთოდ ჩემთვის მიუღებელია გადახტომები რელსებიდან რელსებზე, მაგრამ ამ კუთხით არ გეხებით. თქვენ ხომ უნდა გესმოდეთ, რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში თუნდაც ამერიკა მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ესე არ დახტუნაობს იქით-აქეთ. მან შეიძლება თქვას, რომ გააკეთა კიდევაც განცხადება ტრამპმა, რომ მისთვის ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. ეს იდეოლოგიურად ამერიკას არ ცვლის. იმიტომ რომ მე არაერთხელ მეც და სხვა ჩვენი ლიდერებიც არაერთხელ საუბრობდით ამ თემაზე და ვამბობდით, რომ ამერიკაზე, როდესაც საუბრობთ, რომ აი LGBT და დასავლეთი და მათი ყოველთვის ვამბობდით, რომ არ არის ეს ასე კაცო. ამერიკაში ნახევარზე მეტი შეიძლება გაცილებით უფრო მეტი ვიდრე მე ახლა შეიძლება გავაჟღერო, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამერიკელების თვლის ზუსტად ისევე რომ ოჯახი არის კაცის და ქალის ერთობა, როგორც ჩვენ. როგორც ბევრი ჩვენგანი და როგორც საქართველოში დააკვირდით, საქართველო ტრადიციული ქვეყანაა. ჩვენ თუ ჩვენს ისტორიას გავიხსენებთ, თუ დავაკვირდებით იმ მორალს, რომელსაც მისდევს ქვეყანა საუკუნეების მანძილზე, ჩვენთან ქვეყნის შიგნით აღმოჩნდა ძალიან დიდი ნაწილი, მადლობა ღმერთს, რომ ეს უმრავლესობა არ არის, მაგრამ დიდი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც თქვათ ამ პროპაგანდას მხარს უჭერდა. და რატომ გიკვირთ, რომ ამერიკაში, სადაც 340 მილიონი კაცი ცხოვრობს, რომ მან დაახლოებით თქვათ 100 მილიონი ასეთი არ გამოჩნდებოდა. გამოჩნდებოდა რასაკვირველია და გამოჩნდა კიდევაც, მაგრამ უმრავლესობა ისევ იმ აზრზეა და იმ ტრადიციულ ღირებულებას პატივს სცემს, რომელ ტრადიციულ ღირებულებასაც ჩვენ ვცემთ პატივს. ამიტომ იდეოლოგია მან არ იცვლება, მან როგორც იყო, ისე დარჩება. ის 100 მილიონი თუ 50 მილიონი, რომელიც ამ LGBT პროპაგანდას მხარს უჭერს, ტრამპი იქნება სათავეში თუ სხვა იქნება, ის თავიანთ აზროვნებას ვერ შეიცვლიან ფიზიკურად. ამიტომ ისე იქნება თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იდეოლოგიურად დასავლეთი არ იცვლება. და ის რომ ჩვენზე ზეწოლა იყო, ეს ყველაფერი მე შემიძლია გითხრათ, რომ ზეწოლა კი არა. მოდის კონკრეტულ შემოთავაზებასთან ერთად, აი მაგალითად გთავაზობენ ევროკავშირში გაწევრიანებას. სიტყვაზე ვამბობ, ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ შემოთავაზებასთან ერთად ყოველთვის რაღაც გარკვეული პაკეტი მოყვება. ამ პაკეტში ჩაწერილია სხვადასხვა მოთხოვნები. ერთ-ერთი მოთხოვნა შეიძლება იყოს, თქვათ, LGBT-ს პროპაგანდა საქართველოში, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია თქვა უარი. აი მაგალითად 2014 წელს, ბოდიშით, 2014 წელს, როდესაც ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო სერიოზული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან საქართველოზე. რატო? იმიტომ რომ საყრდენი არ ქონდა დასავლეთ საქართველოში იმ მომენტში. თუ ეს საყრდენი თვითონ თავად ხელისუფლება არ იქნებოდა. ნაცმოძრაობა მაშინ იყო მაქსიმალურად დასუსტებული. ფაქტურად განადგურებული იყო. ქუჩაში რომ გადიოდნენ, აი დღეს რომ გადიან ქუჩაში და ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათთან მიდიან, საუბრობენ და ამბობენ, რომ თქვენ გვერდში ვდგავართ და რაღაც, იმ პერიოდში ქუჩაში რომ გადიოდნენ,
კი არც არავინ არ ეკარებოდა და თუ ვინმე ეკარებოდა არა იმისათვის, რომ ეთქვას, რომ ჩვენ გვერდში გიდგოთ, არამედ პირიქით პრეტენზიები რომ წაუყენოს. ანუ დასავლეთს მაშინ საკრდენი არ ქონდა, ამიტომ მოთხოვნა ვერ იქნებოდა ზეწოლა მით უმეტეს. იყო შემოთავაზება, რომ მოდი ამასთან ერთად, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციასთან ერთად, გაუწიეთ ამ კონკრეტულ, აი თქვა, LGBT პროპაგანდას, გაუწიეთ ლობირება. რაზდაც მაშინ დათანხმდა ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ მათ ეს აწყობდათ. დღეს იმის მოყოლა და რაღაც ისტორიებს რო ყვებიან, რომ აი ჩვენ ზეწოლა და რაღაც 12 წელიწადი შენ ამ ზეწოლას რო ამბობ, რომ ვუძლებდი ზეწოლას, დღეს რა შეიცვალა? აი ისმის კითხვა, ლოგიკური კითხვა, დღეს რა შეიცვალა? ჩვენ რაღაც სერიოზული შეიარაღება შევქმენით და აღარ გვეშინია დასავლეთის რამე რო იყოს იარაღით გაუმკლავდებით, ისეთი პოპულარულები გავხდით მსოფლიო არენაზე, რომ ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, თქვათ, ამერიკის ან ევროპის ქვეყნების აზრი. რა შეიცვალა ისეთი? თუ რუსეთმა თქვა, რომ რამე რო იყოს თქვენზე თუ მოხდება რაღაც ზეწოლა და თავდასხმა, ჩვენ ეგრევე ომს გამოუცხადებთ დასავლეთს. არა, არც ერთი ეს ფაქტორი. არა. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა. ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. 12 წლის განმავლობაში მას აწყობდა ასეთი ქცევა, იმიტომ რომ ეს უშუალოდ მათი ინტერესი, პირადული ინტერესი იყო და ის ასე იქცეოდა. დღეს მათ აწყობთ ისეთი მოქცევა, როგორც იქცევიან დღეს, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა რეალურად დაიჯერა, რომ ხელისუფლება ეხლა ეროვნულ რელსებზე დადგა და იცავს მართლა ჩვენს ღირსებას და ჩვენს იდენტობას. რაც სიმართლეს არ შეესაბამება პირდაპირ გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ცვლიან თავიანთ იდეოლოგიას, თავიანთ მიმართულებებს, გზებს, ცვლიან ესე ადვილად, ხვალ მსოფლიოში თუ შეიცვლება ისევ რადიკალურად, აი 4 წელიწადში აღარ იქნება ტრამპი. მე არ ვიცი ახლა მეორედ აირჩევენ თუ არა, მაგრამ ვთქვათ არ აირჩიეს და დემოკრატების კანდიდატმა გაიმარჯვა. მე ისევ იცვლება სიტუაცია, ისევ იცვლება მდგომარეობა ჩვენი პოზიციის საგარეო მიმართულებით. და ისმის კითხვა, ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვინდა, რომელიც აწყობილია და ორიენტირებას ცვლის, პოლიტიკურ ორიენტირს ცვლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ორიენტირი ჩნდება დასავლეთის პოლიტიკურ პლატფორმაზე, ასეთ ხელისუფლება გვინდა? თუ ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის დგას ქვეყნის სადარაჯოზე და რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები დაიცვას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ეროვნული ხელისუფლება გვჭირდება. და ეროვნულ ხელისუფლებას არ შეიძლება დაემუქროს დასავლეთი, რომ შენ თუ ამას არ შეასრულებ, მე ამას ვიზავ. არც რუსეთი არ დაემუქრება, დამიჯერეთ. დასავლეთსაც კარგად ესმის რა არის ეროვნულობა. კარგად ესმის საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ამერიკა, ჩვენ ამერიკას კი ვეძახით, როგორც ამერიკელი ერი, ასე ვთქვათ. მაგრამ თვითონ ერი ჩვენ ხო გვესმის, რომ მანდ არის უამრავი ნაციონალობა და ამერიკელობა უფრო მოქალაქეობა ვიდრე ეროვნულობა. და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ხო, ქართველიც ამერიკელია თუ იქ ცხოვრობს, იაპონელიც ამერიკელია და ასე შემდეგ. მაგრამ ტრადიციული ერი, ისეთ ტრადიციული ერები, თქვათ, ევროპული ერები, ხო? მათ ყველას ესმის, რა არის ეროვნულობა და რას ნიშნავს ეროვნული ინტერესების დაცვა. ამიტომ არავინ არ შეგეწინააღმდეგება, არავინ არ დაგაძალებს, გინდა თუ არა შეასრულე ის, რაც თქვათ, საქართველოს ინტერესებში არ შედის. უბრალოდ უნდა დაანახო, რომ შენ ხარ ხელისუფლება, რომელიც პირად ინტერესს კი არ იცავს და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე კი არ აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. არამედ ხარ ხელისუფლება, რომელიც რეალურად ცდილობს, რომ დაიცვას ქვეყნის ინტერესები. ზარია ეთერში, შემოუშვი. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ჩვენ საზოგადოებასაც იდით რა არის. აი ხა გისმენთ ყურადღებით და უყურებ და ესე იგი საზოგადოებას და მიგვირს ეს ყველაფერი რა როგორ ზოგი ისე აღიქვავს, ზოგი ისე, ზოგი უცნაურად.
ზოგი როგორც ჩასახებენ ისე ამოძახებს და ასე შემდეგ და მე დაგისვათ ესეთ კითხვას რა მოკლედ და კონკრეტულად რო ბრძანეთ რომ როგორ შეიძლებაო რომ ჩვენო ვიღაცის ქვეშ ვიყოთ ანუ ვიღაცის ფარველობის ქვეშ უბრალოდ რო თქვა ფარველობა არ მიგულისხმია დამორჩილება არ ვიყავით ბატონო 4 საუკუნე არც მეტი არც ნაკლები თბილისის ხალიფატის წარმომადგენელი ამირაიჯი და არ იყო ეგრე და ცხოვრობდა ხალხი როგორღაც 2 საუკუნეა ჩვენ რუსეთის გამგებლობის ქვეშ ცხოვრობთ და არ იყო ესე და ეს ამერიკა ჩვენთვის უცხოა ევროკავშირის ესე რომ იმას გვიქნი ვამბობთ რომ აიო ესეთი ძალიან შინ ევროპისაკენ და რაღაცე როდის ვიყავით ჩვენ ევროპელები ხალხო ძალიან მაინტერესებს აი გულიდან მართლა მაინტერესებს რა ის ერთხელ ჩამოვიდა ეს რა ქვია გადაცმული ბოლდუინ უფროსი თუ უმცროსი და დავით აღმაშენებელს ეხვეწებოდა რომ ჯარები მომეციო იქო იმიტომ რომ ძლიერი იყო იმიტომ ჩამოვიდა და 150 რაინდიც ასე თქვა ჟესტი გამოხატა და გამოგზავნა ეს რა ქვია კარგად ვიცი დიდგორის ომში და ზოგიერთი ეს სულელი დღეს ლაპარაკობს რომ ისო ნატოს ჯარები ვით იყო და იმან გადაწყვიტა დიდგორის ომის ბრველიო რაც ნამდვილად არ არის ესე გამერწმუნე და ისე რომ მე მაინც ვფიქრობ მე ესე მგონია და ჩემნაირი ძალიან ბევრია რომ შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული ჭირი ჯობია და მართალი ბრძანეთ ეხლა იმას არიზავს და თავის ავანგარდებს არის ჩვენი გულისთვის რუსეთი მაგრამ თუ ნორმალურად და რაღაცა თავი მოუქონათ და კიდე რაღაცეები მე მგონი მაინც მისი გამგებლობის ქვეშ ცხოვრება ჯობია იმიტომ რომ ფლატისი არ გამოდის ვიღაცა გადაყულაპავს ვიცით ზოგი იტყვის ახლა რომ აუ ჯობიაო ისე თურქეთმაო და რაღაც როგორ გეკადრებათ რა ეგრე იჯვარს მაინც არ ჩამოგვეჭ არ ვიცი რა და როგორ იქნება მაინც მგონია რომ ეს გავლენა აქედან არ გახვიდეთ ეთერიდან კარგით არ გაწუხეთ ისმენ ყურადღებით კი ბატონო აიყურეთ თქვენ ახლა ისტორია ახსენეთ ჩვენ მონღოლების სელჩუკების შემოსევები გვახსოვს მონღოლების ქვეშ ცხოვრება გვახსოვს ხო ანუ თითქმის 100 წელზე მეტი მონღოლების ქვეშ ვიყავით ხო ანუ თემურლენგის შემოსევა გვახსოვს ჯალალედინი მერე თემურლენგი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი გვახსოვს მაგრამ თქვენ გახსოვთ და იყვნენ მეფეები ნამდვილად რომლებიც ასე ვთქვათ დამორჩილებაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე დამხრობლის დამორჩილებაში და ესე გრძელდებოდა ცხოვრება მაგრამ თქვენ მერე გახსოვთ ის მეფეები რომლებიც მაინც უცხადებდნენ ბრძოლას დამხრობელს და ათავისუფლებდნენ საქართველოს ისტორია ხომ კარგად იცით მე შემიძლია ძალიან ბევრი მეფე დაგისახელოთ რომელიც და ეგ მეფე მარტო ხო არ იბრძვის ეს იმას ნიშნავს რომ ეს არის ხალხის ნება ქართველის ნება იყოს თავისუფალი. როდესაც ადამიანი თქვენ ამბობთ რომ ისევ შეჩვეული ჭირი მირჩევნიაო, ვიდრე თქვათ შეუჩვეველი. არა, მეგობარო, რატომ? რატომ? თუკი ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც პოზიციონირებს როგორც ნეიტრალური. რომელსაც ესაუბრება რუსეთიც, დასავლეთიც, თუკი შეგიძლია რომ ასეთი იყო, მაინც და მაინც რატომ უნდა მივიღოთ და აღმოჩნდეთ ვიღაცის დამორჩილებაში რომელიმე ქვეყანასთან. არჩევანი რატომ უნდა გავაკეთოთ მითხარით? მომიწევეთ უკაცრავად სიკაცვები და რატომ გონიათ თქვენ რომ მე არ მინდა ეგ? რა თქმა უნდა მინდა შვეიცარიის და ავსტრიის მსგავსი ესეთი მშვენიერი ქვეყანა ვიყოთ და მით უმეტეს ამ ხელა ეკონომიკური ბერკეტებით და იმით ხოდა პარია, მაგრამ ნუ თქვათ საშუალო თქვათ თუნდაც უნგრეთის დონის და ვიყოთ დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა ეგ გვირჩევნია ხალხის ნებაც ეგ არის და ის რა ქვია მაშინ ყველაზე ინტერიერი მაშინ მახსოვს რომ 9 აპრილის დროს და მე იმ ძალიან მოკლე ზვიადის ეპოქაში რომ ხალხი მართლა ისე იყო და რო დადიოდი ქართველი რო იყავი გრძნობდი რომ ქართველი იყავი და ამაყი იყავი აი თუნდაც სრულიად უბრალო ამ პოლიციელი რო გაგაჩერებდა და ეჭყოდი ქართველი ვარ უკვე საერთოდ ახსოვსმენი ხარ აბა მიდი ბიჭო რაღაცა სხვა ის იყო ხომ მივხვდით რას ვამბობ ეს რა თქმა უნდა უდიდესი ეს არის გზნობა რა მე უბრალოდ იმის თქმა მინდა დააკვირდით მე იმის თქმა მინდა რომ ქვეყანა საქართველო ანუ ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ვაინტერესებთ ყველას ეს გასაგებია ამას ისტორიაც გვასწავლის მაგრამ დღეს 21 საუკუნეში გეოპოლიტიკური აზროვნება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან არის უკვე შეცვლილი განსხვავებული ის რომ მას უნდა რომ გმართოს ეს ფაქტია ყოველთვის უნდა და უნდა მე ყველა დიდ ქვეყანას ვგულისხმობ მაგრამ შეუძლია დღეს
როგორც ადრე შეეძლო, თუ არ შეუძლია, ეს კიდე საკითხავია. ადრე სხვა დრო იყო, დღეს სხვა დროა. დღეს არსებობს, თქვათ, იგივე ჟინევის კონვენციები არსებობს, სხვადასხვა კონვენცია არსებობს, რომელსაც იცავენ ის ქვეყნები. და ისმის კითხვა, დღეს შეგვიძლია თუ არა ჩვენ ოდნავ მაინც მიუახლოვდეთ რეალურად იმ თავისუფლებას მიუახლოვდეთ, რომელიც წყურია. შეგვიძლია თუ არა? ვიდრე ადრე შეგვეძლო. დღეს უფრო მეტად შეგვიძლია. მაგრამ ვაკეთებთ რამეს თუ არა იმისათვის, რომ ცოტა მიუახლოვდეთ ამ თავისუფლებას? აი ეს კითხვა დავსვი ზუსტად ფაქტიურად, სხვა სიტყვებით, მაგრამ ეს კითხვა დავსვი და მე ვერ ვხედავ, რომ რამეს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენ ვცდილობთ პოზიცია დავიკავოთ, ხან დასავლური, ხან პრორუსული, ხან კიდე რაღაც პოზიცია, მაგრამ არასოდეს პირდაპირ, ესე ვთქვათ, ქართული პოზიცია არასოდეს არ გვიკავია. რაც ყველაზე ცუდია, რაც კი ხდება ქვეყანაში, ეს არის ის, როდესაც შენ ქვეყნის ინტერესს არ იცავ. და ვცდილობ, რომ რომელიმე ძალთა ორ ძალთა ცენტრს შორის რომელიმე მხარე აირჩიო. აი ეს არის ცუდი და არასწორი, ჩემი აზრით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე არავის არ უახლევ ჩემ აზრს, მაგრამ არა, გეთანხმებით, 1000%-იანი გეთანხმებით, ხელებს წევრო, არაფერს არ ვაკეთებთ მაგისთვის. კი ბატონო, სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით, რომ ესეა და სადამდე შეიძლება ბატონო გია გაგრძელდეს ეს. აი ეს უმოქმედობა, ეს რაღაცა დაჭაობება, დამყარება, რა ვიცი, რატო ვაკეთებთ, არა და შეგვიძლია, ხო, უნიჭო ხალხიც არა ვართ. თოლად რა ვიცი, ეხლა რაღაცა ის გაგუდა კაი ისეთი ხალხიც ყავს, არჩინებული და წარმოჩინებული და ნიჭიერი, რომელსაც შეუულიათ ეს დაატრიალონ ეს ბორბალი და ეს ჩარხი ისტორიის უკუღმა დაატრიალონ როგორღაც. აი, მადლობა ბატონო, გედა იქნება ღმერთიც შეგვეციოს. გაიხარეთ, მადლობა ზარისთვის, მადლობა აზრისთვის. მაყურებელს მოუწოდებ, რომ აქტიურად დარეკეთ, გამოთქვით თქვენი აზრი. იმიტომ რომ თქვენი აზრი ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის. ის თუ როდის გვეშველება ჩვენ ამ თემებზე გვისაუბრია და თუკი ჩვენ შიგნით ვერ ვალაგებთ ამ ურთიერთობას, აი გამოდის ხალხი ქუჩაში, უამრავი ახალგაზრდა, ჩვენი მომავალი თაობა გამოდის გარეთ. ეხლა ვიღაცას მოსწონს ის მომავალი თაობა, ანუ ზოგიერთი ახალგაზრდა როგორ გამოიყურება, თუ არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის ჩვენი მოქალაქე, ის არ არის ჩვენი ახალგაზრდა და ის არ წარმოადგენს, თქვათ, საქართველოს მომავალს. ამას ვერ ვიტყვით, არ შეიძლება ამის თქმა. ეხლა საყურე უკეთია, გრძელი თმები აქვს, რა ვიცი, განსხვავებული, განსაკუთრებული მანიკური აქვს და რაღაც. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის ახალგაზრდა მას მოსწონს ასეთი თავისი, ესე ვთქვათ, გარეგნობა და არ ცდილობს, რომ რამენაირად აგეწყოს იმ გემოვნებაში, რაც თქვათ, თქვენ გაქვთ, ან მე მაქვს, ან სხვას, არამედ მას აქვს თავისი გემოვნება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გემოვნებასაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვინდა თუ არ გვინდა. ჩვენ წავალთ, ისინი დარჩებიან. მე ისინი წავლენ, მათი შვილები დარჩებიან და ასე შემდეგ ერთმანეთს ვცვლით და დღეს რომ თქვა, რომ ესენი ჩვენი ახალგაზრდები არ არიან, ეს არასწორია. ზარია ეთერში. გამარჯობათ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის ჩვენი მთავრობები, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან. აი ახლა მე მინდა ვისაუბრო სააკაშვილის 9 წელზე, რომელიც ახლა მიუსაჯეს სააკაშვილს. და შემდეგ 3 წელი კიდე არ აქვს მაღალ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. ეს ვერ იქნება პარტიული არც ერთ პარტიაში რომ არ იყოს გაერთიანებული, ან იყოს გაერთიანებული და არ იყოს პარტმუშაკი. და აი ახლა 9 წელმა თანთქა 6 წელიო. ესე იგი გამოდის, რომ ის ციხეში 29 წლამდე იქნება. 29 წელს დავუმატოთ 3 წელი, გამოდის 32 წელი. ეს ის 32 წელი ხო არ არის ივანიშვილი რო აპირებს 2032 წლამდე ქვეყნის სათავეში ყოფნას. ესე იგი რა გამოდის? ივანიშვილმა ჯერ მოიცილა, შუა გაკრიფა ეროვნული ძალები და ეხლა სააკაშვილს მისდგა. ეხლა კი არა, სააკაშვილი მოიშორა, იმიტომ რომ მას უშლიდა ხელს და არა ქვეყანას უშლიდა ხელს და არა ის რომ ის დამნაშავეა, სისხლის სამართლის დამნაშავე და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში კი არ უნდა იყოს, ის ციხეში უნდა იჯდეს დღეს და ეს აუცილებელია. და აი მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე, რაც მე ვიფიქრე, ეს 100 არის, რომ ივანიშვილმა ეს 9 წელი და 3 წელი, იმიტომ შეკრიბა ასე და 12 წელი გამოუტანა, იმიტომ რომ შემდეგ მოიცილოს მარტო
თვითონ ის სააკაშვილი და მერე ქვაქვაზე არ დარჩენილად თვითონ თუ არ იქნება სახელმწიფოში. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩევლობა მე ამ გადაწყვეტილებაზე. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ზარისთვის. გიპასუხებთ, უბრალოდ ზარი თუ არის კიდე ეთერში შემოუშვით, რომ არ ვალოდინოთ და მე ერთიანად გიპასუხებთ. ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. იცით რა არის, ისი თქმა მინდა. აი თავრობები მე ყოველთვის ამაზე ვამახვილებ ამ ლაპარაკს, რომ მიდიან თავიანთი საკეთილდღეოდ და ხალხისთვის 33 წელია არაფერი არ არის შედეგიანი. ყოველ შემთხვევაში ნახევარი საქართველოს ღარიბი ღატაკით შევა 33 წელია. ხო და ეხლა მე ერთ რამეს ვიტყოდი, აი თუნდაც ხალხი ავარიულ შენობებში ვცხოვრობთ, მე პირადად თავზე გვენგრება შენობა, მაგრამ ჩვენ პატრონი არავინ არ აყვავს, თქვენი ტელევიზიითაც ბევრი ვისაუბრე, განცხადებებით ბევრია შეტანილი, მაგრამ გამკითხველი და მომკითხველი კაჩიშვილი არ აყვავს. რა ვიცი, ხვალდაზე რა იქნება, შეიძლება მოუყვეთ ვიღაცა და გვიმსხვერპლოთ. ხო და მე ერთ რამეს ვიტყვი, ბატონო გიორგი, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ პარტიას მოგმართავთ ობიექტივის პარტიას. იცით რა არის, სოციალურ თემებზე აი ხალხი უნდა გამოვიდეს, ყველაფერზე უნდა გამოვიდეს და მთელი საქართველო რომ გამოვა და გაჩერდება ტრანსპორტი, ყველაფერი და არაფერი არ იმუშავებს. მაშინ შევა ამათ ტვინებში რომ პენსიაც კარგი უნდა იყოს, ხალხსაც ავარიულ შენობებში ბინებით უნდა დააკმაყოფილონ და ყველაფერი სიკეთე უნდა ჰქონდეთ მოსახლეობას, იმიტომ რომ მარტო მათი თავებისთვის კი არ ვირჩევთ ჩვენ მოსახლეობა, ჩვენც უნდა ვიგრძნოთ მოსახლეობა კეთილდღეობა. სულ ამას ვლაპარაკობ, უნდა მოთავე ყავდეს ვინმე რომ ჩემი მოსახლეობა ნახე როგორი იხულებს და გამოვა, აი დამერწმუნეთ ესე იქნება რომ ამათ ესეთი მთავრობები მოგდიან ჩვენ რა მოსახლეობას. ღარიბი ღატაკობა, ავარიულ შენობებში ცხოვრება, არაფერი ჩვენ არაფერი. კი ბატონო, გეთანხმებით ქალბატონო, მადლობა ზარისთვის. კიდე ორი ზარი რიგშია, სანამ შემოუშვებთ ზარს, მე მინდა წინად ამ რეკავს უპასუხო ქალბატონს, რომ კითხა, იმიტომ ხომ არ გააკეთა ივანიშვილმა, არ ვიცი. მე არ მგონია, იმიტომ რომ მე საერთოდ ეხლა სააკაშვილს არ ვუყურებ როგორც ქვეყნის მომავალ ლიდერს. მე არ მგონია, რომ ქვეყანაში თუნდაც ხო არის გაყოფილი ეს პრო დასავლური პარტიები, ხო არიან გაყოფილები და 10% აქვს ნაც მოძრაობას და ნაცები გაიყვნენ, კიდე სხვადასხვა პარტიები შეიქმნენ რაღაც. მე არ მგონია, რომ შეძლოს სააკაშვილმა და ის პარტიები გაერთიანოს თავისი, ასე ვთქვათ, მმართველობის ქვეშ. ეს ნაკლებად სავარაუდოა. აქედან გამომდინარე კონკრეტულად რატომ დასაჯეს ეხლა და არ დასჯილა ამდენი ხანი უბრალოდ და კურორტზე ამყოფებენ როგორც თქვენ ამბობთ. მე ვფიქრობ რომ დღეს ქართულ ოცნებას ჭირდება კონკრეტული მოქმედება, რომელიც ხალხს მოეწონება და ესე ნელ-ნელა ხან სააკაშვილს დასჯიან, ხან იქ ვიღაცას გაასამართლებენ, ხან ეროვნულ თემებზე დაილაპარაკებენ და ასე შემდეგ. ანუ პატარ-პატარა ესე თქვა საკენკს აძლევენ ხალხს, თორე ის ვინც დასაჯელია, რა თქმა უნდა დაისაჯოს, ის სისხლიანი 9 წელიწადი 150 ახალგაზრდაზე მეტია დახვრეტილი ქუჩაში. ის ვინც ამას ჩადიოდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი და არა მარტო სააკაშვილმა. სააკაშვილი კი იყო საქმის ყურში და მართავდა იმ პერიოდში ქვეყანას, მაგრამ მან სხვა შემსრულებლების, გარდა შემსრულებლებისა, სხვებიც იყვნენ, ვინც ამ ბრძანებებს იძლეოდნენ და ვინც გეგმავდნენ. ყველა უნდა ბუნებრივია დაისაჯოს და ასე ვთქვათ, არ უნდა გქონდეს დაუჯელობის სინდრომი, არ უნდა დაეუფლოს არავის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან, მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ხელისუფლება ეს სამართლიანობა ხელისუფლებამ ვერ აღადგინა 12 წლის განმავლობაში. ეხლა შეუდგა თითქოს ამ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია, რომელიც ისევ და ისევ მათ სჭირდებათ. ნუ ეს არის ჩემი ხედვა. ზარია, შემოუშვით. ალო. დიახ. გიორგი. გისმენთ. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. ძალიან მომწონს თქვენი, მაგრამ მერჩი ცხოვრობ მაქვს თქვენდამი. დიახ. ეს კრიტიკული აზრია და ძალიან თუ არ გამომისწო
ბოლომდე მათქმიეთ. გახსოვთ ვინმე რო გავთიშეთ? ოპოზიცია გამოდიოდა მის წინაშე. უგურე და ლაპარაკობდნენ რომ არაფრის მომდანი არ არის ეს დემონსტრაცია. თუ გინდა ტრობის გასწავლოს, მაგრამ მე ხალხი მაინც ჩამოშორდება მაგას, შეიხლება. ხო, ოპოზიცია ლაპარაკობდა მას. უგურე სადაც იგივე დემონსტრაცია. ერთი გამოსავალი არის ილიდან სამოდი რომ ვილაპარაკოთ ჩვენ, ეს არაფრის მომცემი არ არის ეს ლაპარაკი. ერთი გამოსავალი არის საქართველოს ეს ოპოზიცია და ეს მოწინებას მოწინდეს თავრობას მართვას და მოვიდეს ახალი ხალხი პატრიოტანი რომელიც საქართველოს წაიყვანს სწორი გზით და ქართველ ხალხს ცხოვრების გემოს გააგებიებს. ასეთი დავა, ასეთი წრომის გასტას სანამ იქნებიან სათავეში. იგი ძახის იტყვის ნაციონალები, ეს იტყვის ოპოზიცია, ახლა დღეს ცხუბი იყო, სამართლინო ამბავი იყო პარლამენტში. რაც გავდნენ, ბიჟები დარბოდნენ. კარგი. გავიგეთ, გასაგებია. არ გამითიში ხართ სავარაუდოდ თქვენ თვითონ გადიშეთ, მაგრამ აზრი გამოთქვით, მოდით ასე ვთქვათ, მე უკვე აზრს რო გამოვთქვათ, აღარ გავაგრძელოთ ამ აზრის გარშემო თქვა ტრიალი. აზრი გამოთქვით, კონკრეტულად თუ გინდათ კითხვა დასვით, მაგრამ მივცეთ საშუალება რომ ყველამ დარეკოს ეთერში. თქვენს დარეკლოზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ კი ბატონო, კარგი იქნებოდა, რომ ორივე მოშორდეს ქვეყნის მართლობას. ამაში გეთანხმებით. ზარი შემოუშვით. ისაუბრეთ. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. რაშია საქმე? თქვენ რომ ამბობთ, რომ გვეუბნებით მანდედა რომ გამოდით ხალხო, დიდებს გამოვიდეთ ხალხი. როგორ თავრობა ვერ ხედავს რა მდგომარეობაა საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში, სოციალური მდგომარეობა, პენსიონერები, განათლება არ ვარგა, ბავშვების რა არის, რანაირი ცხოვრება მიდის, მე არ ვიცი. რა უნდა დავარქვათ? მართლა თქვენნაირი გულანთებული ადამიანები უნდა მივიდეთ პატრიოტებს, აი ვინც გამოდიხათ, ყველა მომწოხათ, თარხან მოურავი ირმაინაში. არ ვიცი, სხვა არაფერი არ გვეშველება ჩვენა. რა უნდა გვეშველოს, მე არ ვიცი რა. როგორ შეიძლება ასეთი ცხოვრება საშუალოდ მაინც ვიცხოვროთ ელემენტი კი ჩვენზე მეტი ხელფასი აიღონ მაგათ ვაშრომობა ცოტა ჩვენც ვიცხოვროთ კაცო ადამიანებმა რომ ნორმალურად პენსიონერმა წამალიც მიყიდოთ და მივიდეთ მაღაზიაში და ნორმალურად რაღაცა ვიყიდოთ ეხლა მალლა ბოდიში კურსზე კი არ არის ლაპარაკი მაგრამ ხონდა ვიყიდოთ არა ვიარსებოთ ეს არ შეიძლება რა ასეთი ცხოვრება როგორ შეიძლება შოდოები არა ვაქვს ინეს გამოვიდეთ გამოიყვანებ პოლიცია სპეცრალს და აგერ რას შვებია და ალბათ ამოგხოცავენ ერთი მოგშორდით პენსიონერებო ასე გვეტყვიან არ უნდა ჯერეთი მე არ მოწოდება არ გამიკეთებია რომ გამოვიდეთ მე ეს არ მithქვამს მე ვამბობ რომ დადგება ეს დრო უმალე როდესაც ჩვენ შევიკრიბებით და უკვე გავაკეთებთ კონკრეტულ განცხადებებს, მაგრამ ეხლა მოწოდება ნამდვილად არ გამიკეთებია. რაც შეეხება იმას, რომ დაგვარბევენ ხალხო ბრძოლისთვის, ხალხი მზად თუ არ არის, მას ყოველთვის თავზე დააჯდება ნებისმიერი ყველაზე სუსტი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს, ისიც კი დააჯდება თავზე ხალხს, თუ კი ის ხალხი ბრძოლისთვის მზად არ არის, ეს გვახსოვდეს. ზარი შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ბატონო გიორგი. დიახ, გისმენთ ისაუბრეთ. გისმენთ? დიახ. რა ცეკუპურობ და სხვა ლაპარაკობ. არა, ტელეფონში მესაუბრეთ და ტელევიზორში ეშვით. ისიც რა. ქართველმა კაცმა, ქალი იქნება, კაცი იქნება, ბიჭი იქნება, თუ პატარა თუ დიდი იქნება. თუ პატარები იქნებიან, მშობლებმა და ახლობლებმა და მოკეთებმა უნდა მოიყვანოს აზრზე, როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ადამიანი, როგორ ეკადრება იმის საქართველოს, იმის სამშობლოს და იმის უყოლა საყვარელ ადამიანს. და რა უნდა იყოს მაგალითად ძელთმიანი და საყურიანი ბიჭი რა უნდა იყოს, მე მაინტერესებს. არ შეიძლება რა, ქართულ ქორწილში რომ
ადამიანი რომ პატარძავს რომ პირველ ცეკვაზე რომ ჩეჩნური ლიზგინკით გამოიყვანს და რაღაც პრინციპრუნტობას რო აკეთებს მე არ მიმაჩნია ქართულად და არ მიმაჩნია ადამიანურად რა ერთმანეთს მოვესიფავლოთ ერთმანეთს მოვესიხავლოთ თუ საბრძოლია ვიბრძოლოთ თუ ის არ მაგრამ რა ვიცი სადღაც სხვაგან მივდივართ რა არასოდეს არ ყოფილა მთავრობა ისეთი რომელიც რო ქართული ხალხისთვის ყოფილა აი მე 60 წლის კაცი ვარ და არასოდეს არ მახსოვს მთავრობა ისეთი რომ ქართული ხალხისთვის ყოფილებას ყოველთვის იჩაგრება ქართული ადამიანი სხვასთან მიმართებით აი რა თქმა იყოს ეს ბოლო აი ხო რაღაც უნდა არსებობდეს ამ ქვეყანას ყველამ ხო უნდა მიხვდეს რომ ის თავისი ადამიანური ღვაწლი იქნება თუ კაცობა თუ ქალობა იქნება თუ რაც იქნება ქართული ნაღდი ხო შეიძლება რომ აი განაწილდეს ის რომ ყველა რომ ნებისმიერი ადამიანი რომ ნებისმიერი ქართველი რომ ძნოვდეს თავს ქართველად და ნებისმიერი ქართველი ოჯახი რომ არ ჩაგრებოდეს ხო შეიძლება რა კი რა თქმა უნდა ამისთვის ეროვნული ხელისუფლება უნდა ყავდეს სათავეში ეროვნულიც უნდა ყავდეს და ცოტა შიში და რიდი უნდა კონდეს ხელისუფლებასაც და ნებისმიერ აი ჩვენთაგანს უნდა კონდეს ერთმანეთის რიდი ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის შიში რომ რაღაცას რომ დააშოვებ უნდა ავო პასუხი ხო ქართველების მიმართ საქართველოს მიმართ სამშობლოს მიმართ ხო არ შეიძლება ესე მართლა ღმერთის შიში აღარ აქვს ამ ხალხს ხო აღარ ეშინიათ ღმერთისა იზახიან რომ ზოგი ეკლესიას ააშენებს ზოგი რაღაცას გააკეთებს და ღმერთისგან დაზღვეულები არიან და ხალხის შიში უნდა კონდეს ყველას რომ არ გააკეთოს ისეთი ბოროტი რასაც ქვია საქართველოს საწინააღმდეგოდ გაკეთებული კი ბატონო კარგით მადლობა ზარისთვის რაც შეეხება ისო საყურეს ატარებს ბიჭი თუ გრძელი თმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე შეიძლება არ მომწონდეს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას არ აქვს უფლება რომ ისეთი ესე ვთქვათ ისეთი გარეგნულობა კონდეს როგორიც მას სურს ანუ ის თulis რომ დღევანდელ გემოვნებაში და დღევანდელ სტანდარტებში ის ჯდება. ის შეიძლება არ ჯდებოდეს ჩვენ სტანდარტებში, ძველი ხალხის და ძველი პლეიადის ადამიანების სტანდარტებში, მაგრამ ახალ სტანდარტებში ის თulis რომ ის ჯდება. ჩვენ რომ მას ვუპირისპირდებით რაღაცას რომ ვუგრძალავთ, ის ამას აკეთებს უკვე პროტესტის ნიშნად. ხვდებით? ანუ გვიპირისპირდება უკვე პროტესტის ნიშნად. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, უნდა მივხვდეთ რომ რაღაც პროგრესმა სადღაც შეიძლება გადაუხვია კიდევაც ამ პროგრესმა, მაგრამ უკვე დადგა ეს რეალობა და ეს ამ რეალობაში ვცხოვრობ ჩვენც და ისინიც. და თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არ უნდა უპირისპირდებოდეთ ახლა. ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ჩემი სუბიექტური აზრი, ამიტომ შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდეს. ზარი შემოუშვით. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, ხალბატონო ისაუბრეთ. დიახ. გამარჯვებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ისაუბრეთ. მე ცოტა კრიტიკული ვიქნები თუ შეიძლება აი ახლა აი ვიღაცები ამბობდნენ რომ და თქვენც რომ სააკაშვილის დაპატიმრებასთან და უნდა დაისაჯოს დამნაშავე უნდა დასჯილიყო 12 წელია აი ამ ამბავს იხილავდნენ და აი ახლა მე ზუსტად ეგ ვთქვი ქალბატონო რომ ეს მანამდე უნდა გაიკეთებინა. გასაგებია მაგრამ რამდენად აქვს უფლება ამ ხელისუფლებას რომ სააკაშვილის საპლების და პიჯაკების ის განიხილოს საქმე აი ამ ხელისუფლებას აქვს მაგის უფლება მითხარით თვითონ რევს აკეთებენ დამისახელეს იმან რაღაცა მაინც გააკეთა არაფერისგან ქვეყანა შექმნა ხო ესეა ესეც ხო არის ბევრი დანაშაული ქონდა მაგრამ სადაც ყავთ ეს ბენდუკაძე ხო ყავდათ ეხლა რატო ვეღარ იღებს იმ კადრებს დაგდულ სცენებს მე რომ ბავშვებს აყურებინებით ის გამოგქონდათ მოედნებზე და ფილმებს აყურებინებით ციხეში და ხდებოდა ზოგი დადგმული და ზოგი
ნამდვილიც. ესეც ხო არის, არა? ამითი ამაყობთ კიდევაც. ჩვენ დადგმულს არაფერს არ ვაჩვენებთ, ალბათ. ერთი წუთით მე თქვენ მე მოგისმენთ როცა დავკიდებ ყურმილს. ძალიან ხშირად მომისმენია რომ ჩვენ მიგვიძღვის წვილი რომ აი გამოვიტანეთ ციხიდან კადრები დადგმული ცოცხების რაღაცა ხო იყო ეს მე არ იყო მეთქი მაგას გეუბნებით ნუ ამბობთ სიტყვა დადგმული არაფერი არ იყო კაცო დადგმული იყო ცოცხები იყო დადგმული და კარგით შეგიძლიათ ერთი წამით რას ნიშნავს დადგმული შეგიძლიათ მითხრათ გაკეთებული იყო ეს ნათქვამი აქვს თვითონ იმ კაცს ვიზეთ იყო გაკეთებული კიდევ ერთხელ გეკითხებით დადგმულში რას გულისხმობთ დამთავრებინეთ მე ხო რაღაცა არა მოდით მე დაგამთავრებინებთ ალბათ თქვენ მოგისმენთ მე დაგამთავრებინებთ ქალბატონო უბრალოდ ჯერ მოდით შევთანხმდეთ იმაზე რა არის დადგმული რას ნიშნავს ჩემი შვილი არის თქვენი იმის პარტიის მომხრე რომელიც მე სიმასა გითხრათ არ მოწევს წინააღმდეგობას ამას შორის მაგრამ თქვენ დაინიშნოს არჩევნები მიიღებთ მონაწილეობას გეკითხებით რომელ არჩევნებში ქალბატონო აი დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ხელახალი რომ დაინიშნოს არჩევნები და იმ პირობით რა პირობასაც დღეს აჟღერებენ მსოფლიო მასშტაბით რომ დამკვირვებელი იყოს ფაქტურად ევროკავშირიდან ჩამოსულები დამკვირვებლები და ასე შემდეგ და მინიმალურამდე იყოს დაყვანილი გაყალბება რასაკვირველია ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ხო აი ეს მინდოდა მიიღებთ თუ არა მიიღებთ რა თქმა უნდა მივიღებთ ახალგაზრდებს ცხვირპილს ამტვრევენ თქვენ ვიღებთ და მიიღებთ არა არჩევნებში მონაწილეობას და ახალგაზრდას ცხვირპილს რო ამტვრევენ ჩვენ რა მხარს ვუჭერთ ამ ხელისუფლებას ის მაზე რო აიყვანეთ და მე რაღაცებს რო იპარავდნენ კოკაკოლებს მივიდნენ იქაც და მისცემენ კოკაკოლებს რას ლაპარაკობთ ქალბატონო მე არ მესმის მე მგონი თქვენც არ როგორ არა თქვენი ხო იყო მე რაგვარია ის ბიჭი მახარაძე და მეორე რო არის იმათი ის LGBT-ს ხალხს რომ ავიდნენ და ეს ქალბატონო ესენი არ არიან პატრიოტთა ალიანსის წევრები ისინი არიან ალტინფოს წევრები და ის რასაც მაშინ აკეთებდნენ ეს იყო მანამდეც კი სანამ მოხდებოდა არჩევნებისთვის დიდი გაერთიანება ეს ერთი ქალბატონო ნუ ეგ უნდა იცოდეთ კიდევ ერთხელ რაც შეეხება კადრებს არ გათიშოთ არ გახვიდეთ ეთერიდან არა მე მოგისმენთ კადრები იყო დადგმული ცოცხების ხო გინდათ რომ აგიხსნათ ხომ გინდათ რომ ეს ასე არის მე გინდათ რომ აგიხსნათ ქალბატონო ბავშვებს თუ აყურებინებდით სკოლიდან გამოყავდათ ბავშვები და აყურებინებდით არასოდეს ბავშვი არა შეგიძლიათ დაასახელოთ რომელი სკოლიდან ვის გამოყავდათ გამთავრობის რაიმე ერთი პროექტი რაღაცა დიდი ხელმოსაკიდე ქალბატონო მე თქვენ გეშლებით მთავრობის წევრში და პენსია არის ერთად ვიაბაროთ ერთხმაში არა უბრალოდ თქვენ ეხლა ძალიან ბევრ ტყუილს ამბობთ პირდაპირ ეთერში ჯერთი მე თქვენ გეშლებით მთავრობის წევრში მე არ ვარ მთავრობის წევრი მე ვარ ოპოზიციაში როცა თქვენ მე მთავრობის წევრში მაგრამ თქვენ არა თქვენ მე ეს ობიექტის თქვენს რაგვარი ირმა ის ხუთის მოკლედ ხო ირმა თუ ნუ ხელავ დაწყნარდით ნუ ხელავ კაცო ხო იმიტომ რომ არ მაცლით არა არ ქალბატონო მე დაგაცლით საუბარს მაგრამ თუ გვინდა დიალოგი ჩვენ ხო ეხლა დიალოგს ვცდილობთ ხო ანუ დიალოგის ფორმატში ვისაუბროთ თქვენ გინდათ რომ თქვა ძალიან ბევრი ტყუილი და მე მომიციოს ამაზე ბევრი დროის დაკარგვა მე რასაც ვხედა უყურებ აი ეს კარგით მოდით თქვენ ხო თქვით მე არ გთიშავთ გტოვებთ ეთერში არ გთიშავთ არა არ გთიშავთ მე თქვენ გტოვებთ ეთერში ნუ სამწუხაროდ თქვენ თვითონ გათიშეთ ეს თქვენის მაგრამ სანამ შემოუშვებთ ზარს მე მინდა რომ მარტივად ავხსნა თქვენი ნათქვამიც კი რომელიც არასწორად გესმით ჯერ დავიწყოთ კადრებიდან როდესაც ამბობთ რომ კადრები დადგმული იყო ციხის კადრები ცოცხს გულისხმობთ მე ვსვავ კითხვას რას ნიშნავს დადგმული კადრები მე თქვენ პასუხობთ რას ნიშნავს და იმ ბიჭმაც თვითონ თქვა რომ ეს ცოცხი უკანა ტანში კი არ ქონდა შერჭობილი და არამედ ფეხებს ქვეშ ქონდათ ვინმე თავიდან ამბობდა რომ ცოცხი იყო უკანა ტანში შეყვანილი და ეს ბიჭი წყნარად იდგა და ყვიროდა რომ ქურდი ვარო
თქვენ აზრობთ როგორ წარმოგიდგენიათ ცოცხი უკანა ტანში შეყვანილი და ადამიანი დგას წყნარად ყვირის რო დადგმულს რას გულისხმობთ ეს იყო მიზან მიმართული დამცირება იმ ადამიანის ამისთვის დაიდგა ეს კადრი ამისთვის იღებდნენ ამ კადრებს რომ მე რამე რო იყოს ინტერნეტში სადმე ესე ვთქვათ გაუშვან ჩუმად რომ არავინ არ იცოდეს ვინ ესე ვთქვათ დებს ამ კადრებს ინტერნეტ სივრცეში და ინტერნეტში მე ნახონ ეს ადამიანი ნახონ რა ხდება ციხეებში და ასე შემდეგ ამისთვის კეთდებოდა ამ ადამიანის დასამცირებლად და ეს ადამიანი მთლად ფსიქიკურად ნორმალური რო არ იყო იმ მომენტში იქ ანუ მისი ფსიქიკა უკვე შერყეული იყო ზუსტად ამაზეა საუბარი რომ ადამიანი იმ დონემდე მიიყვანეს რომ მისი ფსიქიკა შეერყა ციხეში და მიუხედავად ამ ყველაფრისა კიდე აყენებენ შეურაცხყოფას ფეხებს შუა უდებენ ცოცხს და აიძულებენ რომ იყვიროს რომ ქურდი ვარო გესმით რასთან გვაქვს საქმე რა არის რა დადგმული კადრები რა დადგმული კადრებია მიზან მიმართულად გაკეთებული კადრები იყო ის არავითარი დადგმა არ იყო და თუ დადგმაში კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თქვენ დადგმაში გულისხმობთ რომ ეს ცოცხი უკანა ტანში კი არ იყო შეყვანილი არამედ ფეხებს შუა იყო ну მაშინ კიდევ ერთხელ ვსვავ კითხვას თქვენ რა თავიდან რო კადრები ნახეთ თქვენ იმას ფიქრობთ რომ უკანა ტანშია შეყვანილი ეს ცოცხი და ადამიანი წყნარად დგას და ლაპარაკობს ну მაშინ თქვენ არ გაქვთ რაღაც კარგად არ ქონიათ კარგად საქმე თუ თქვენ თვლით რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი ამიტომ არანაირი დადგმა არ იყო ყველაფერი მიზან მიმართულად კეთდებოდა ხალხის დასაშინებლად ხალხის დასამცირებლად და ეს უნდა გაიგოთ თქვენ ეს არის საინტერესო თქვენთვის წესით ეგ უნდა იყოს საინტერესო ვიდრე ის რომ რაღაც იძიებდეთ თურმე იქ ბიჭო ტრუსიკიც არ ჩაუხდიათ და აი ქვემოთ და აი ამის კვლევა რად გინდოდათ პირდაპირ გეკითხათ პირდაპირ გიპასუხებდით მაშინვე ჯერ კიდე 2012 წელს რომ რა თქმა უნდა რა უკანა ტანში ეგ არის დამცირება ადამიანის როცა ესე ექცევიან უბრალოდ სიმბოლოდ იქცა მერე ცოცხი სიმბოლოდ იქცა არა იმიტომ რომ ხალხმა არ იცოდა რომ ეს ცოცხი არ იყო იქ შეყვანილი და არა უბრალოდ რომ ცოცხი იყო გამოყენებული მაგრამ ის ხელკეტი რომელსაც პრეზერვატივი უკეთია რითაც აუპატიურებდნენ პატიმრებს რეალურად ის ხელკეტი იმ ხელკეტზე რატო არ საუბრობთ იმიტომ რომ ნუ კაი ხელკეტი ხო კარგი იყო და ეს ცოცხი ხომ არ იყო ხო შეყვანილი შეყვანასა აქვს თქვენთვის მნიშვნელობა თუ რეალურად იმას როგორ ამცირებენ ხალხს რას უშვებიან ხალხს ამას აქვს თქვენთვის უფრო მეტი მნიშვნელობა თუ კონკრეტულად იმ ფაქტს იყო თუ არა ის შეყვანილი უკანა ტანში თუ არ იყო აი ამაზე ვიმსჯელოთ სამსჯელი არაფერი არ არის სამსჯელი აქ პირდაპირ შეგიძლია დასვათ კითხვა და პირდაპირ გიპასუხებთ ამ კითხვაზე ამიტომ დადგმა სპექტაკლების დადგმა და ეს ყველაფერი ეს არის დღევანდელი პროპაგანდა თქვენთვის დაიტოვეთ არაფერი დადგმა არ იყო ეს ყველაფერი იყო გადაღებული მიზან მიმართულად და ადიოდა ზევით ის ციხის უფროს აძლევდა ამ კადრებს ციხის უფროს მიქონდა დეპარტამენტის უფროსთან დეპარტამენტის უფროს მინისტრთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი რისთვის ჭირდებოდათ მარტო დაშინებისთვის კონტროლისთვის თუ მე მაგალითად შემიძლია ისიც ვთქვა რომ არ გამოურიცხავ იმდენად ცუდად ქონდათ ფსიქიკური მდგომარეობა ისეთი ცუდი ქონდა ჩვენ მართველებს ყოფილ მართველებს რომ მე არ გამოურიცხავ რომ შეიძლება პორნო ინდუსტრიაშიც კი უშვებდნენ ამ ყიდიდნენ ამ კადრებს იმიტომ რომ ალბათ დიდი ფული ღირს დადგმული კი არა და იმას რასაც თქვენ ეძახით დადგმას მათ მიერ გადაღებული მიზან მიმართულად გადაღებულ კადრებს ალბათ დიდი ფასი იქნებოდა პორნო ინდუსტრიაში და მე არ გამოვრიცხავ რომ იქაც ყიდიდნენ ის კოჭლი ვიღაცა რომ აუპატიურებდა ხალხს ანუ იმიტომ რომ მე სხვა რამეს ვერ მოუძებნი ახლა მარტო დაშინება ამხელა მასშტაბის და ამხელა რაღაცის შექმნა მხოლოდ იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანზე გავლენაზე ზეწოლა მოეხდინა მარტო ამისთვის არ გაკეთდებოდა მე უფრო მასშტაბურ რაღაცას ვხედავ მაგრამ უბრალოდ ახლა ვერს დავამტკიცებ და არც მინდა სიღრმეებში შევიდე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავითარი დადგმა სპექტაკლის მან არ იყო მან დადგმა მოხდა მე გეტყვით როდის 2012 წლის
18 სექტემბერს. აი, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც საპატიმროში ტიპებს მუხლებზე აყენებენ პატიმრებს და სცემენ რაღაც და ვითომ მერე დაიჭირა ხელისუფლებამ ეს სამი კაცი და აი ეს იყო დადგმა. რაც მათ ჭირდებოდათ. დანარჩენი ყველა მიზანმიმართულად იყო გადაღებული. კეთილი, კარგით. ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ ქალბატონს უნდოდა რომ ეთქვა რომ ეს ხელისუფლება უფრო ცუდად იქცევა ვიდრე ის ხელისუფლება მე ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა რომ ეს უფრო ცუდად იქცევა თუ ის უფრო ცუდად იქცევა მე ამ შედარებებს არასოდეს არ ვაკეთებდი და არც გავაკეთებ მე უბრალოდ ვამბობ ერთ რამეს რომ ის რომ ცუდად იქცეოდა ჩვენ ისინი მოვიშორეთ ეს ხელისუფლება ცუდად იქცევა ესეც მოსაშორებელია და არასოდეს არ უნდა მოიყვანოთ მაგალითად ძველი ხელისუფლება რომ აი ის უფრო კარგი იყო ვიდრე ის ან ვიღაცამ რომ ეს ხელისუფლება უფრო ნაკლებ ცუდს ჩადის ვიდრე ის ჩადიოდა ხალხო გაიგეთ ერთი რამე თქვენთვის თუ რამე მეუღებელია არ აქვს მნიშვნელობა უფრო ცუდს ვინმე თუ აკეთებდა ისიც ხომ მოიშორეთ ახალიც მოსაშორებელია სანამ ისეთი ხელისუფლება არ გვეყოლება რომელიც ასეთ რამეს არ ჩაიდენს მანამდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ასეთი ნორმალური ეროვნული ხელისუფლებისთვის. კეთილი, დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს 8:09-დან 10:09-მდე, ანუ 2 საათით ვიქნებით ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.